ოპოზიცია ისევ მოუწოდებს ხელისუფლებას შეასრულოს ბრიუსელის მოთხოვნები და გადადგას რეალური ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხე არ დაემუქროს. მართლ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბრიუსელიდან წამოსული მოთხოვნები მუქარა და დასჯის მცდელობა. გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, კერძოდ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და ასევე გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTQ პირების უფლებები. ასევე მოთხოვნა შეიცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში. ამ ხელისუფლების გამო დღეს მილიონობით ჩვენგანი ვდგავართ იმ რისკის ქვეშ, რომ დავკარგოთ უიზოდ მიმოსვლის საშუალება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ხელისუფლებასვე შეუძლია ამ ვითარების შეცვლა. უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონების უკან გაწვევით და პოლიტიკური რეპრესიების გაჩერებით. ეს არის ის კრიტიკული მინიმუმი, რომლის გარეშეც ვერაფრით ეს ხელისუფლება ვერ აღიდგენს იმ დემოკრატიულ სტანდარტს, რომელიც შესაძლებელს გახდის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებას. 15 კაცია, რომელზეც დასაბუთებულია სანქციების აუცილებლობა, მისი საძმაკაცო ორბანის და ფიცოს სახით არასანქცირებს ამ ხალხს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ 4 მილიონი კაცს დავასანქცირებთ. მიდიან ამაზე. შეგნებულად აკეთებენ ამას. 100% პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ვიზა ლიბერალიზაციით მხოლოდ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო არ სარგებლობს. მათ შორის ეკონომიკურად სარგებლობს იგივე ევროპის ქვეყნები. სადაც ჩადიან ჩვენი მოქალაქეები ტურისტების სახით თუ სასწავლებლად თუ ნებისმიერი სახით. შესაბამისად, როდესაც შენ უკვე იმ დონეზე ხარ მისული, იმ დონეზე ხარ გაღიზიანებული და დაბოღმილი ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეროვნული ხელისუფლება არ წავიდა არაფერ დათმობაზე თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომ ბოლო ურთიერთობის ამ შანსსაც ცდილობ რომ გაანადგურო, ეს არის რა თქმა უნდა ლუსტრირება აი იმ deep state-ის ტრამპარო დაარქვა და იმ გლობალური ომის პარტიის ჩვენ რომ დავარქვა.